მე და ქრისტი წავედით ქართულ პაემანზე და ამ პაემანზე ქრისტი მოიტეხა თითი, ამიტომ აუცილებლად უყურე ამ ვიდეოს ბოლომდე. რა თქმა უნდა, მე და ქრისტი მივედით რესტორან ტიფლისში და პირველი მე დავაგემოვნე ხინკალი. ავიღე ქალაქური ხინკალი, დავიდე თეფშე, მოვთათუნე ხელები, რა თქმა უნდა მოვაყარე პილპილი და შევუდექი ხინკლის დაგემოვნებად. მინდა გითხრათ, რომ ბულიონი იყო ძალიან გემრიელი, ხოლო ცომი ისეთი თხელი, როგორიც ქალაქურ ხინკალს უხდება. ქრისტი მაიღო თავისთვის უგემრიელესი და უფუშფუშესი სალათი, გადმოიღო რაც შეიძლება ბევრი, სიმართლე გითხრათ, მე ამ სალათის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, თუმცა ქრისტიმ გასინჯა ეს სალათი და თქვა, რომ ძალიან გემრიელი სალათი იყო და მეცაც გეტყვით, ერთ-ერთი უგემრიელესი სალათი, რომელიც გასინჯული ჰქონდა აქამდე. დადგა ისევ ჩემი დრო და მე დავაგემოვნე უგრძესი კაბაბი. ეს კაბაბი თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო საუკეთესო კაბაბი. დამზადებული იყო 4 სხვადასხვა ხორცისგან, ზევიდან ჰქონდა მოცმული უგემრიელესი სოუსი და რაც მთავარია, შიგნიდან იყო წვნიანი. ამიტომ თუ კაბაბი მოგინდებათ, აუცილებლად გირჩევთ ამ კაბაბს. ქრისტიმ პაემანმა ისე როგორ უნდა ჩაიაროს, რომ ღვინო არ გავსინჯო, ამიტომ გასინჯა ღვინო და რაც მთავარია, შეუკვეთა ღვინის დაფა. გასინჯა ფხალი, გასინჯა ნადუღი, გასინჯა კიდევ ერთი ფხალის მაგვარი კერძი. რა თქმა უნდა, მიაყოლა უხრაშუნესი პური და მიხვდა, რომ ღვინოსთან ერთად გემრიელი კერძების ჭამას არაფერი არ ჯობია. რაც შეეხება გარემოს, ამ რესტორანში იყო ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი გარემო, რომელიც მინდა ქრისტის ძალიან მოგვეწონა. ხოლო ფასები იყო იმდენად მისაღები, რომ არც ერთი თქვენგანი არ წავიდო და აქედან უკმაყოფილო. და რაც მთავარია, როგორც ადგილზე გვითხრეს, იყენებენ გაუყინავ ხორცს.